ვეუბნებოდა და სტუდენტებთანაც, როდესაც გამოდიოდა ეს რექტორი იყო ერთხანს ჩვენთან 90-იან წლებში, როდესაც ძალიან მძიმე ვითარება იყო და პირველ ლექციას ორშაბათობით განსაკუთრებით ატარებდა ხოლმე უწმინდესი, გამოიყვანდა სტუდენტობას და სხვადასხვა დავალებებს აძლევდა, რჩევებს ღებულობდა ან თქვათ ეპისტოლეთა დაწერის დროს წერილობით თხოვდა რომ ესე იგი რა შეიძლება ასალუყულიყო ეპისტოლეში. ანუ სანამ დაწერდა ეპისტოლეს, მანამდე იკითხებოდა ახალგაზრდებს რა სურვილები ჰქონდათ, ხო, რას გამოხმაურებოდა. ან მინი სოციოლოგიური გამოკითხვა ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მაშინ მოგეხსენებათ ძალიან ჭირდა ცხოვრება და ტკბილეულობას ნუგბარი მოქონდა და გაშლიდა მაგენ. ძალიან საინტერესო იყო და სხვათა შორის რამდენიმე მისი საუბარი, ასეთი ლექციის საუბარი გამოქვეყნდა კიდეც ძალიან საინტერესო არის. და ეს საუბრები ესე იგი დიდ აღმავლობით დატვირთვას იძენდა. მოყავდა მაგალითები, როგორც ესე ბიბლიური ეპიზოდებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ და სტუდენტებს მოუწოდებდა, რომ ესწავლათ. პედაგოგებს რაც შეეხება გვიკრძალავდა ესე იგი ცუდი ნიშნის დაწერას. თავი შეგვეკავებინა და მოყავდა თავისი მაგალითი. მე ისე სკოლა რო დავამთავრე, ჩემთვის მასწავლებელს თავზე ხელი არ გადაუსვიაო. აი ესეთი კაცრი რეჟიმია. კი, და ეს ძალიან საინტერესო ესე იგი ფაქტი გახდათ.